Parlaments, am თაობის უნახავად არ გამეყვანამ წუთისობით. მადლობა თითოეულ თქვენში. ჩემო ლექსო, შენ უნდა გადაგიხადო მადლობა. უდიდესი მადლობა. ესაუბრია ბავშვებს და ეს ბავშვები ასაუბრეს სამშობლოსთან, საქართველოსთან. მე ესეთი დიდებული არაფერი არ მინახავს. ესე დიდებულად ნათქვამი თავის თქმელი. ჩემთვის ეს ნათელი მასწავლებელი, ჩემი მასწავლებლებიც არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ლექსო გელაშვილი. ლექსო გელაშვილი კაცი, რომელიც მართლაც აი ხმისგან ბოძებულია, რომ ესეთი კაცი დადის საქართველოში საქმიანობს, მიუხედავად იმისა, მას მე ძალიან კარგად ვიცი, ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნის და ბევრი ხელისშემშელი პირობები მქონდა, აკრძალვაც მოინდომეს ყველაფერი, მაგრამ სამშობლო ისეთი რამეა და სამშობლოს მცოდნეობა, რომ ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგა და ვერავინ ვერ აჯობა ლექსოს. რამდენ ბავშვს გაუნათა გონება სამშობლოს სიყვარულისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის, თავისი ერის სიყვარულისთვის. ეს არის ბედნიერება, ეს არის საქმე, ეს არის პატრიოტიზმი. ეს უნდა დახოს ყველა ბავშვმა ეს პიესა და ყველა გულში უნდა შევიდეს მართლა ღრმა, რომ ჩვენ ესავა ქართველები, რომ შეგვიძლია ადამიანის სიყვარული და შეგვიძლია ჩვენ ნაკრძე მივიდითო და სწორად აღწევო. მე საბედნიეროდ ჩემს თავს წერდი 205 დღეს და ხვალ იქნება ეგ არის. ახლა ვფიქრობდი, რომ ერთი კვირა მინდა რომ დავიცდე და ვიფიქრო უბრალოდ საიდან შეიძლება დაიწყოს ამორიანის გამოსწორება. აი ამ ცნობისთვის ლექსო მასწავლებელს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ახსოვდით უზარმაზარი ეკრანი დავდგა, ისეთი მშვენებელი ეკრანი და ბავშვები ელაპარაკონ თავიანთ თაობას, ელაპარაკონ ჩვენს თაობას. რომ არის ელაპარაკონ აი ამ სიყვარულზე, აი ამ უზარმაზარ ტკივილზე. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვეს ჩემო თაობამაც, ჩემი შვილების თაობამაც. ყველა შეცდომა თქვენი გამოსასწორებელია. თქვენ უნდა ზიდოთ, თქვენ უნდა ვატაროთ. გაიხარით ამ დღისთვის, ამ ქართული სულისთვის, იმ პატრიოტული მოტივისთვის, რომელიც მოდაში აღარ არის, მაგრამ დიდი იმედი რო გვაქვს ყველას, რომ ქართულ მიწაზე ქართული სული არასოდეს ჩაკვდება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სკოლაში უნდა ვასწავლიდეთ მასწავლებლებს. ახლა მე ჩემს თავს ვაკვირდებოდი, რომ ხო არის რომ რაღაცას რომ ვკითხულობ, სადღაც გული აგიჩქარდება, აფორიექტები, მერე დამშვიდები, მერე ესე ერთი თავიდან რომ აფორიექტი და გული ამიჩქარდა, იმის მერე ახლაც ასე. ამაზე მეტი სახიობობა, ამაზე მეტი სახალხო არტისტობა რაღა უნდა იყოს, როცა შენი საქმელი მოგაქვს ისეთნაირად, რომ აი მეცრებლები წამომწვიდა რამდენჯერმე დღეს. აი ესე მოა გულწრფელობა თავარი. განა ასეთი რა გავაკეთე ამ წუთის სოფელში, რომ მე ვქვა სამშობლოს მცოდნეობის მასწავლებელი. დიახ, მე არა ვარ მარტო დაწყებითი კლასის მასწავლებელი, ალბათ ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ ვქვია სამშობლოს მცოდნეობის მასწავლებელი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი კოლეგა არის ერთი პროტოტიპი ნათელა მასწავლებლის, რომელიც ბავშვებთან ერთად პიჟამო ფარფლებს მართავს. ბავშვებთან ერთად კექსებს აცხობს. ბავშვებთან ერთად სვეტიცხოველში მიდის და ღვთისმშობლის კვართს გულს ადებს. ეს ჩვენი თამარ დედაა, ჩვენი სამშობლოს მცოდნეობის დედა, თამარ ალადაშვილი. სიყვარულის სიგელი სამშობლოს მცოდნეობის გამორჩეულ მასწავლებელს ნანა ბურძენიძეს. აი ნანა მასწავლებლისთვის ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაზე დიდი სტატუსი იყო სამშობლოს მცოდნეობის მასწავლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით, რომ ნანა მასწავლებელი დასახელდა საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ მასწავლებლად და ამიტომაც მიყვარს ძალიან
არამედ გულის ენით. იმენით, რომელსაც ყველაზე კარგად ბავშვები გრძნობენ. თქვენი ყოველი გაკვეთილი სიკეთის, რწმენის, სამშობლოს სიყვარულისა და ადამიანობის გაკვეთილია. თქვენთან ცოდნა მხოლოდ მოსმენელი არ რჩება, გულამდე მიდის, ფესვსიდგამს და ნელ-ნელა იქცევა ხასიათად, ღირებულებად, ცხოვრების წესად. ქართული იდეის მარადიულ ღირებულებებზე ღმერთი, სამშობლო ადამიანი, დაფუძნებული თქვენი საქმიანობით, ჭიათურის მოსწავლეთა გულებში აღვევთ სამშობლოს სიყვარულს, ეროვნული ფესვების პატივისცემას, ადამიანურ ღირსებას, წმენასა და ზნეობრივ პასუხისმგებლობას. თქვენი ხმარებით ბავშვებს შეიცნოს საკუთარი ქვეყანა, მისი სულიერი და კულტურული საგანძური, იპოვონ საკუთარი ადგილი საზოგადოებაში და გაიზარდონ იმ შეგრძნებით, რომ თითოეულ მათგან შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს უკეთეს მომავალში. გმადლობ ნანიკო იმ სითბოსთვის, რომელსაც უყვართ გასცემ, იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თესავ და იმ საფრთხო ნათლისთვის, რომელსაც ყოველდღიურად უნთებთ თქვენს მოსწავლეებს. თქვენი შრომა და ერთგულება მრავალი ბავშვის გულში დარჩება როგორც კეთილი კვალი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ. და მრავალი თაობის გულში აგენთოთ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანობის სიყვარული, რადგან სწორედ ასეთი სიყვარულით იზრდება ძლიერი ადამიანი და ძლიერდება საქართველო. და მინდა უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის სიტყვებით დავასრულო ნანიკოს ეს სიყვარულის სიგელი, რომელიც თავისი ცხოვრების თანდევია და ყველაზე კარგად შეეფერება მას. სიკეთი არასოდეს იკარგება, იგი ადამიანის გულში რჩება და მომავალს ანათებს. ასეთი ნათლის მასწავლებელი არის ჩვენი ნანა მასწავლებელი. და ეს ანგელი სიტყვები თქვენი წითელ სიგელზე არის მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა. და ეს იმიტომ დაუწერეთ ასე, რომ მუდამ გქონდეს თან და ყოველთვის ახსოვდეს და დიდი პასუხისმგებლობა გქონდეს იმისა და ყოველთვის გქონდეს ცხელი გული აი ამას რო წაიკითხავ. სიყვარულის სიგელი ილია ბიწაცეს. სამშობლოს ცოდნაობის გაკვეთილებში გამორჩეული ჩართულობის, ქართული იდეების ღირებულებებისადმი ერთგულებისა და იმ სიყვარულისთვის, რომლითაც ეცნობა და ითავისებს მარადიულ ფასეულობებს, ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს. განსაკუთრებით დასაფასებელია მისი და მისი ოჯახის გულწრფელი თანამონაწილეობა იმ საქმეში, რომელიც მომავალი თაობის სულიერ ზნეობრივ და ეროვნულ აღზრდას ემსახურება. თავის დედიკოსთან, მთელ ოჯახთან ერთად არის ჩართული ილია ამ საქმიანობაში და ილია, შენი სახელი საქართველოს სულიერ მამას, უწმინდესა და უნეტარეს უკავშირდება. და ეს სახელი მუდამ გახსენებდეს სიკეთის, თავმდაბლობის, სიყვარულისა და სამშობლოს მსახურების გზას. გისურვებ, რომ ქართული ფესვების სიყვარულმა, რწმენამ და ცოდნამ გაგაძლიეროს და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოგაყალიბოს, რომელიც თავისი წილი საქართველოს შენებაში მიიღებს მონაწილეობას. და ბოლოს უწმიდესის სიტყვები შენ, როგორც ნანა მასწავლებელს და ვიცი რომ აი ამას შენ გულით ატარებ. შენში უნდა გადაარჩინო შენი წილი საქართველო. და
როგორ გეხარია სამშობლოს გაცდა დააბრო ამ თამაში. სამშობლოს გაცდა, რომელიც ასე გჭირდებოდა. ასე როგორ დაგვიგვირდა ქსიამაღის გაცდა, რომ ამ მიწაზე დაბადებულ კაცს არა ყოფნა ერთეული არ იყოს და სიამაღეს გაცდა არ აქვს. ეს სხვანაირი მიწა, სხვანაირი ღალა ამ მიწაზე, გონებრივი ინტელექტუალური გვარი. აი ეს შენ დაადასტურე, რომ სხვანაირი კაცებიც დადიან ამ ქვეყანაში, რომელთაც სამშობლო გზად გოლის ჭარბა უზით. მადლობა ასეთი სიყვარულისთვის სამშობლოზე. ჩემი ნათელა მასწავლებელი მარიკა შარიფაძე. იმდენად დიდია მისული სიყვარული. აი ის რასაც ის ჩემთვის აკეთებდა, რომ ზუსტად აქედან გაჩნდა იდეა, რომ ბავშვებისთვის გაგვეცნო ასეთი მასწავლებლები. თუ რამეს ვაკეთებ დღეს სამშობლოსცოდნეობაში, ეს ყველაფერი არის მარიკა მასწავლებლის გულიდან წამოსული. თუ სადმე ამ სიტყვების მოსმენა გამეხარდებოდა ის თქვენთან არის. დიახ, ეს ის ქალაქია, სადაც ჩემთვის ოცნებები ასრულდა. ყოველთვის ვოცნებობდი ყოფილიყავი ბავშვობიდან მასწავლებელი, მაგრამ ისეთი ადვილი არ იყო. აქ 7 წელი ვიცხოვრე და ჩემი ოცნებების ასრულება ორმა ქალბატონმა განაპირობა. ქალბატონმა ლეილა მიწაზე ნათელი მისულს და ქალბატონმა ნანა მიწერეთელი. ქალბატონი ნანა მიწერეთელი არის ჩემი ნათელა მასწავლებელი. ჩემი გზატკეცილება და მოსაყვარელო. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი თქვენ მეორე სკოლაში ორგანიზატორად და ქართულენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დამიშნეთ და სულ ვფიქრობდი თქვენი დობა გამემართლებინა. თავიდან შენ მაძლევ მის საშუალებას, რომ პირველად თქვა, რომ გონი გამამართლე. აი ეს ფუნქციონები არიან ეს ბავშვები და მე ბედნიერი ვარ. ამაყი ვარ იმით, რომ აი ეს თაობა მოდის. ჩვენზე 1000-ჯერ უკეთესი თაობა მოვა და ჩვენ შევცვლიან ღირსეულად და ეს ქვეყანაც იქნება აყვავებული მოდის. ეს ის თაობა, რომელმაც უნდა აშენოს 21 საუკუნე. რომლებმაც უნდა გააერთიანონ, გაამთლიანონ, აღაშენონ ჩვენი საქართველო და ამ არც თუ ისე მარტივ სავანგზაზე საგზლად გაიყოლოთ ჩვენი პატრიარქის აი ეს დიდებული დანატოვარი. ღმერთი სამშობლო ადამიანი. აბა თქვენი მეიმედებით და მიამაყებით. ახლა სიმღერა ერთი უზარმაზარ ჟარმაზე დამახენა და წელი სამყაროსთვის გადავაძახებინა ფეხზე ავდგეთ საქართველო მოდის.